ომში მყოფი მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად გორში აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს. მათ ქალაქის ცენტრში უკრაინის სახელმწიფო დროშა გაშალეს და ჰიმნი გააჟღერეს. ჩვენი ყოველდღიური მოთხოვნები, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, რაც არის იგივე ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თუმცა ჩვენ დღევანდელი დღე სიმბოლურად მიუძღვენთ უკრაინის სოლიდარობას, რამდენადაც 3 წელი არის გასული, რაც რუსეთმა დაიწყო სისხლისმღვრელი ომი უკრაინაში და ჩვენ 2008 წელს გორის მაცხოვრებელმა კარგად დავინახეთ, რა არის რუსეთი და რა არის რუსული აგრესია. შესაბამისად, იმ პირობებში პოლიტიკა, რომ რუსეთი არის მეგობარი და ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები არის მტერი, რა თქმა უნდა, არასწორია და ეს არის საკუთარი ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის მოტყუება. დღეს რასაც ვუყურებთ უკვე 3 წელი გავიდა მას მერე რაც რუსეთმა ღია აგრესია სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. დღეს 3 წელი გავიდა და ეს ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს 2008 წელს ქართველ ერს, ქართველ ხალხს პირადად მე ჩემ ტყავზე მაქვს ესე რომ ვთქვათ გამოცდილი და მე მინდა რომ უსურო უკრაინას წარმატება, გამარჯვება მინდა უსურო და ჩვენ ქართველი ხალხი განსხვავებით ქართული მთავრობისაგან, რომელსაც უზურპირებული აქვს მთავრობა და ხელისუფლება, განსხვავებით მთავრობისაგან ყველანაირად გვერდში უდგავართ უკრაინელ ხალხს და უკრაინელ ერს.